მოგესალმებით. დღეს ვისაუბრებ მოსწავლეების red flag-ებზე და თუ გსურს რომ ამ ვიდეოს მეორე ნაწილიც ჩავწერო, სადაც პირიქით green flag-ებზე ვისაუბრებ, ან მწვანე დროშებზე, დამელაიქე ეს ვიდეო და გამომიწერე. როგორც იცით, მე ინგლისური ენის კერძო მასწავლებელი ვარ, ამიტომ სწორედ ამ კუთხით განვიხილავ. პირველი, გადავიმეორებ. ძალიან კარგად იცი რომ კი არ გადავიმეორებ, გაკვეთილის დასწავლას აპირებ. 10 წუთი იმეორებ, 20? ვისატყუებ. მეორე, ონლაინ ჩართვა უმიზესოდ. ან ძალიან კარგად ვიცით მიზეზი რა არის. დავალება არ გაქვს და გინდა რომ ვერ გამოგიჭირონ. ან რამე გაქვს შესაძლებელი, ონლაინ ჩართვისას კი მშვენივრად ჩაიხედები სიტყვებში და ისე ჩამოყარებ. მესამე, აქედან გამომდინარეა ონლაინ ჩართვა და კამერის გამართვა. ჯერ ონლაინ ჩატარება გაკვეთილის. და ახლა სარელა ეკრანს უტარე გაკვეთილი. საშინელება. და შემდეგ რომ უნდა ეხვეწო რომ კამერა ჩართან და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში რომ რთავენ კამერას თუ დაემუქრები რომ შობელს დაურეკავ. მეოთხე. ვიცი ეს სიტყვა არ ჩავწერ. და მეორე წამში ეკითხები მაგ სიტყვას და არ იცის. მეხუთე. ტყუილები. აი თან ისეთი ტყუილები. დამთავრებული რომ არ აქვს ნადადება და უგეცი რომ ტყუილია. ცოტა ისეთი ტყუილი მაინც მოიფიქრე რომ დამაჯერებლად ჭერდეს. ნერვები მეშლება ასეთ ტყუილებს რომ აკადრებენ ხოლმე. მეექვსე. ხელოვნური ინტელექტის მიერ დაწერილი დავალება. გასაგებია რომ ისეთ პერიოდში ცხოვრობთ რომ ხელოვნური ინტელექტი უნდა გამოიყენო. და ამაში დიდ პრობლემას ვერ ვხედავ და ზოგჯერ აუცილებელიც კია, თუმცა რაღაცაზე რომ მიმტკიცებ, რომ ხელოვნური ინტელექტი არ გამოგიყენებია. ან გრამატიკულ საორნიშოს მიწერ ისე, რომ არც კი გაგიაზრებია ამ ხელოვნურმა ინტელექტმა ასე რატომ დაწერა და შემდეგ გეკითხები, რომ ამიხსნა ეს რატო გიწერია და ხმას ვერ იღებ. მეშვიდე, უკვე გაკვეთილი რომ დაიწყო. 5-10 წუთი რომ გადასცდა. და იმერი რომ გწერს რომ ქორწილშია, დაბადების დღესშია, გერმანიაშია, ანუ ხო შეიძლება რომ წინასწარ გამაგებინო რა, მესმის რომ რაღაც გაუთვალისწინებელი შემთხვევები ხდება და ზოგჯერ ბოლო წუთას გვიწევს ადამიანისთვის გაგებინება, მაგრამ არის ესეთი შემთხვევები, რომელიც ორი კვირით და ჯერ ერთი თვით ადრე იცი რომ სადღაც უნდა წახვიდე. რატომ მაგებინებ ბოლო წუთას? მერვე სოციალურ ქსელში მოსწავლე თავის ვიდეოებს, ფოტოებს თუ ასე შემდეგ ძალიან უგემოვნო სიმღერებს შრომადებს ან მუსიკებს. ახლა არ დაიწყოთ რომ უგემოვნო მუსიკა არ არსებობს. არსებობს. აღარ დავკონკრეტდები რა ტიპის სიმღერებს გულისხმობ. ყველამ ძალიან კარგად იცის რა სიმღერებზეა საუბარი და მიმხედრი მიხვდება. საიდან მოგცერთ ასეთ სიმღერებს? მეცხრე. უაზრო მიზეზით გაცდენა. დამავიწყდა რომ მქონდა გაკვეთილი. რეძა გავიწყდა მთელი წლებია დადიხარ. წლები თუ არა თვეები ხომ მაინც არის. წვიმდა. სტანდარტული წვიმდა. ჩემთვის არ წვიმდა? თუ დადნები, თუ ქოლგა არ არსებობს, თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ არსებობს, არ ვიცი. საწვიმარი ავტობუსმა გამომასწრო. სპეციალურად დააგვიანე. გეზარებოდა დამაშლა. ძირითადად შემთხვევაში ასეა. თავი მტკიოდა. რა სამწუხაროა, რომ ისეთ საუკუნეში ვცხოვრობთ, სადაც თავის ტკივილის წამალი არ არსებობს. რა თავის ტკივილი დედაჩემი 40 წელი რომ მქონდა სკოლაში მაგზავნიდა. არ ვამბობ რომ ეს სწორია, მაგრამ თავის ტკივილის გამო გაკვეთილის გაცდენა ზედმეტად სულელური მიზეზია. და ბოლოს, კონკრეტულად ინგლისურს ეხება, საშინელი გამოთქმა რომ აქვთ. ვერ მიიყვანი იმ დონემდე, რომ სახლში სიტყვებს რომ აძლევს მოусმინონ. ან ფილმს რომ აძლევს საყურებლად, რომ გამოთქმა გამოასწორონ და ყური მიაჩვიოთ, დასაწყის დადაბოლებას რომ უყურებენ, რომ ჩაეთვალოთ რომ უყურეს. ეს სინამდვილეში გაკვეთილზე რომ მოდიან და ფილმზე რამეს ეკითხები, აღარ ახსოვთ. 1-2 დღის წინ ნანახი ფილმი აღარ ახსოვთ. ნეტა რატო? თქვენ რა არ მოგწონთ მოსწავლეში? რა არის თქვენი red flag-ი? მადლობა რომ მიყურეთ.